დღემშვიდობისა. დღემშვიდობისა, ჩემო ძვირფასებო, მოგესალმებით ყველაზე პოზიტიური და არაჩვეულებრივი ეთერიდან, დღის ეთერიდან. მოგესალმებით ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ. და ბიჭებო, ვინ თქვა, მე სულ ამას ვამბობ, ვინ თქვა, რომ ორშაბათი მძიმე დღეა. გააჩნია, ვისთან ერთად დაიწყებ, რომელ არხზე დაიწყებ და რა სტუმრები. კი ბატონო, და დღევანდელი რესპონდენტი ისეთი რესპონდენტი გყავს, რომ მეტი ვერ წარმოვიდგენდი ვერასოდეს, აუცილებლად ვერ წარმოვიდგენდი ვერასოდეს, მე თუ დღეს რესპონდენტად მეყოლებო, ოდესმე თუ მეყოლებოდა ეწარებოდნენ ადამიანები. მინდა ჩვენ ცოტა უხერხულად ვართ ამ შემთხვევაში. დღეს სტუმრად გახლავთ ბრწყინვალე ქალბატონი. არაჩვეულებრივი ქალბატონი, საოცრად განათლებული ქალბატონი, საოცრად ლამაზი და დახვეწილი ქალბატონი. სიტყვები არ მეყოფა შესამკობად. ქალბატონი მაია დათუნაშვილი. ქალბატონი მაია დათუნაშვილი გახლავთ მუსიკის მცოდნე, კულტურის სფეროს ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიონალი, ჟურნალისტი და ქალბატონი მაია ის ადამიანია, ვისაც აქვს მსოფლიო დონის პროფესიონალებთან, ლუჩიანო პავაროტისთან, ელჯეროსთან და ბევრ სხვა ლეგენდასთან უნიკალური ინტერვიუები, რომლებიც მედიის ოქროს ფონდში ადგენს. დღეს ქალბატონი მაია განათლების სამინისტროში კურირებს არაფორმალურ სახელოვნებო განათლებას და პარალელურად ახალ საინტერესო პროექტებს გეგმავს. ქალბატონი მოიცა მე მივალ და წამოვიდა. მე მივალ და წამოვიდა. როგორ განდებით ჩემო ბატონო. აი ახლა მე ვარ უხერხულ მდგომარეობაში. დილა ბედნიერებისა. გამარჯობა. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, მართლაც გამორჩეული დღე არის დღეს ჩვენთვის. იმიტომ რომ ქალბატონი მაია არის ჩვენთან სტუმრობისთვის ამ შემადგენლობით ძალიან მომწონხართ და რატომ არ ვღერი ხართ? როგორ არ ვღერი ვარ? სიმღერით რატომ არ დაიწყეთ დღეს? ექსპრონტა ჩქარა მაიას რამე სიმღერა ბიჭო. თქვენთან ვერავითარ შემთხვევაში მე სიმღერას ვერ გავბედავ ქალბატონო მაია. მე გავბედავ. ჩემო სიცოცხლე, ჩემო იმედო. დანარჩენს მე ორკესტრი არ მოგუნდა. დანარჩენი ვიცით, მოგესალმებით. დიდი მადლობა და მართლაც ტყუილია რომ ორშაბათი მძიმე დღეა, სულაც არ არის მძიმე. საქმიანი, იმედიანი და რაღაცა ბევრი დროის მომცველი დღეა ორშაბათი, მთელი კვირა წინ გვაქვს. არ ვიცი რომელი წელი იყო. ვერ გეტყვით, ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ მე მახსოვს სკოლის მოსწავლე ვიყავი, როდესაც სოსო პავლეაშვილი რუსთავში, მე რუსთაველი გახლავართ ჩემო ძვირფასებო, რუსთავში სოლო კონცერტით იყო ჩამოსული, ინგრეოდა დარბაზი, მაგრამ სიმღერებს შორის ფანტასტიკური ადამიანი, არაჩვეულებრივი ქალბატონი, რომელიც აი ენაწყლიანობით, განათლებით, ერუდირებით ყველაფრის აბალანსებდა და დედაჩემმა გადმომხედა და მითხრა: "ნახე როგორ მღერისო, სოსოზე მითხრა და აუ მე ვთქვი ძალიან მაგარია. ნახეო როგორ საუბრობსო." ანუ ლაპარაკობს კი არა, საუბრობსო და ძალიან დიდი მადლობა იმ ემოციისთვის, რომელიც იქედან მოყოლებული დღემდე გამოვიდა. დიდი მადლობა თქვენ. გეთანხმები და აი წარმოიდგინეთ ბიჭებო, რა ჩვენ ჩამოთვალე ლუჩიანო პავაროტი. არ ვიცი, უამრავი აი თუ კი ვინმე არსებობს, ხო? მაიას აქ ყველასგან ინტერვიუ აღებული თან რა სტივანდერი. თან რა პერიოდში, ხო ესეთი ადვილი არ იყო ინტერვიუების აღება, ხო ესეთი ვარსკვლავები. მაინტერესებს ის ემოცია, მაია, რა უფრო იყო რთული, აი პროფესიონალიზმის რაღაცა შენარჩუნება თუ ემოციების დამალვა? თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ყველაფერი ჩემს ისტორიაში, სატელევიზიო ისტორიაში დაიწყო ძალიან დიდი ხნის წინ, დაახლოებით 35 წლის წინ, მაშინ ჩემთვის პირველად ესეთ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება და ყველაზე დიდი ინტერესიც იყო როგორები არიან ეს ლეგენდარული, უკვე ლეგენდარული ადამიანები. როგორი ხასიათი აქვთ მათ? არიან თუ არა ამბიციურები, არიან თუ არა უხეშები, ან პირიქით. და აი ამის დაკვირვება ჩემთვის იყო ძალიან ამაზე დაკვირვება იყო ძალიან დიდი სკოლა და ნუ ერთი დადგენილი, ასე ვთქვათ, დასკვნა შემიძლია ხა გითხრათ რომ ყველა დიდი ხელოვანი არის
ყველაზე უბრალო, ყველაზე უშუალო, ყველაზე სოლიდარული და ყველაზე საინტერესო ადამიანი. ამან მე ძალიან დიდი გამოცდილება მომცა, იმიტომ რომ მაშინ არ იყო ადვილი უცხოელებთან ასეთი კონტაქტი ქართველები, რა თქმა უნდა, აქ სხვა თემაზეა ხა საუბარი. თავისთავად ასეთივე თვისებებით გამოირჩევიან და გამოირჩეოდნენ, მაგრამ უცხოელი ასეთი ჰაი კლასის ვარსკვლავებთან ურთიერთობა ჩემთვის იყო ძალიან დიდი სკოლა. განსაკუთრებით რომელმა დაგამახსოვრათ თავი ქალბატონო? იცით რა, ძალიან ბევრმა, მაგრამ აი ვინც მაშინვე მახსენდება ხოლმე, ეს იყო ვინტონ მარსალისი, რომელსაც ნიუ-იორკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში მის კონცერტზე შევხვდი. ну მაშინ ეს მარსალისების მთელი ოჯახი მომეხსენება და ახლაც იყვნენ სასულე ინსტრუმენტებზე შემსრულებლები, კორიფეები ჯაზის. ეს იყო მაშინ ძალიან ახალგაზრდა და გამაოცა თავისი მოსაზრებებით, ზოგადად ამ ინსტრუმენტთან დაკავშირებული თავისი მოსაზრებებით, იმიტომ რომ არის ინსტრუმენტები, რომლებიც არ არის ძალიან პოპულარული, ხო, როგორც სოლო ინსტრუმენტები, მასთან სხვა კითხვები იყო, არაჩვეულებრივი კაცი იყო ჯო ზავინული. ну სრულიად არაჩვეულებრივი, ну მართლა ფილოსოფიით სავსე მუსიკის ასე ვთქვათ ავტორი და თვითონ ძალიან საინტერესოდ მოაზროვნე და სწორედ ამიტომ წაიღო მან საქართველოსდან ჩვენი ქსოვრელების ჩანაწერი სპეციალურად რომ მის ერთ-ერთ ეთნომუსიკოლოგიურ პროექტში შემდეგ გამოიყენა ეს ჩანაწერი. გუშინ შემთხვევით წავაწყდა ამასაც ვიტყვი, ნახე სტივანდერზე, ელჯეროზე აღარ ვსაუბრობ როგორი ადამიანები არიან, ანგილაზე ბევრი მისაუბრია, მაგრამ გუშინ ვუსმენდი რაღაც ძველ ჰიტებს, თუ ამას ძველი შეიძლება დაერქვას და Take 6-ის ნამღერი მომხვდა. და გამახსენდა Take 6-ის სტუმრობა თბილისში. და მე არასდროს დამავიწყდება, მე კულისებში ვიყავი და არასდროს დამავიწყდება ამ 6 გენიოსის საქციელი დისციპლინა. ანუ როგორ გამოდიან საგრიმიოროდან, როგორ შემოდიან კულისებში, როგორ მოაქვს მათ მენეჯერს აი ეს 6 მიკროფონი ჩაწყობილი კოლოფში, ამ მიკროფონებს როგორც ღმერთებს აი ესე, როგორ ექცევიან, როგორ ამოიღებენ ყუთიდან, შემდეგ როგორ იმუშავებენ და რომ მოვლენ მთელი რიტუალი აქვს როიალის თავზე იდო ეს მიკროფონი 6-ვე თავის ადგილს და მხოლოდ ყველას უმაღლესი განათლება აქვს მუსიკალური. აბსოლუტურად ყველას და ნუ არა ნორმალური და არაჩვეულებრივები რომ არიან ამაზე ანუ ეს არის ბევრი შთაბეჭდილება და ამ ბევრი შთაბეჭდილებისგან ძალიან ბევრს სწავლობს ადამიანი და მე ამ ცოდნით დღეს ძალიან ბედნიერი ვარ. და ნუ ამათან შეხვედრით ხომ ვარ და ვარ. ასე რომ საინტერესოა ეს. ცოტა კულისებში შევიხედოთ ახლა. ესე იგი, როგორი რეაქცია ჰქონდათ, როდესაც ამ სოფლიო დონის ვარსკვლავებს, როდესაც მოდიოდა ესეთი არაჩვეულებრივი მე არ მომედიდება ამის თქმა, ქალბატონი, რომელსაც მედია ჯაფარიძესაც ადარებდნენ ვიზუალურად. აი რა რეაქცია ჰქონდათ? იცით რა, ზოგადად მე ვფიქრობ, რომ სატელევიზიო სივრცეში გარეგნობას მე არასდროს არ მქონდა ამაზე აქცენტი პირთვის, ყოველთვის მწყინდა ხოლმე ერთ გადაცემას დავასრულებდი და ვინმე მეტყოდა დერეფანში, ვაიმე დღეს რა ლამაზი იყავი და არ მეტყოდა იმას დღეს რა კარგი რამე თქვი, იქვე გრძნობდი რომ იქ რაღაცა არ იყო საქმე კარგად. ჩემთან კი არა, მასთან. მასთან კი ბატონო. და ყოველთვის დაუშვათ იმაზე კომპლიმენტი მერჩივნა, როგორ რა და რა ვისაუბრე და როგორ ვისაუბრე, ვიდრე ამ ჩემს ჩვეულებრივ სიმპათიურ გარეგნობაზე ალბათ, მაგრამ ამას აქვს მნიშვნელობა. ჩვეულებრივი ესთეტიკა, მეგობრებო, რომ ეკრანზე ადამიანი უნდა გამოიყურებოდეს სასიამოვნოდ. არ არის აუცილებელი ყველა იყოს ლამაზი და რაღაც სტანდარტული ლამაზი თან სხვანაირად. უნდა იყოს მოწესრიგებული, ამას აქვს მნიშვნელობა, რა თქმა უნდა. პირველი განწყობისთვის ამას ჰქონდა მნიშვნელობა, იმიტომ რომ აი ნატუკა მიცის ეს ისტორია ლუჩანომ რომ დამინახა, მაშინვე დაიწყო სიმღერა ბუონასერა სინიორინა. ამას ახლა არ გიმღერებს ყველა ხო? მაგრამ ნუ ხო, ესეც ჩვენ ახლა გავბედეთ და ვიქტორ დოლიძის ეს პატარა ფრაზა. ჩემები ხართ, როცა გნებობთ, მაშინ იმღერებ. ეს უნდა ვიკითხო. ეხლა მე გამბედაობა მიშლის ხელს თორე მე მთელ ბეკლო შე რატო ხარ დამუნჯებული ვარ ქალბატონო. ეს ძალიან მაინტერესებს. მე ვიცი უკვე მიახლოებითი პასუხი, მაგრამ მაინც ორი უარი, რომელსაც შეეძლო საერთაშორისო ასპარეზზე მაია დათუნაშვილი
დაფუძნებულიყო ერთი 27 წლის ასაკში, მეორე 33 ლუჩენო პავაროტის აღმოსავლეთ ევროპის აგენცია იყო, სააგენტო იყო მეორე, პირველი იყო ჩემი პირველი გასვლა ამერიკის შეერთებულ შტატებში 1991 წელს მე და ბატონი ჟენია მაჭავარიანი ვიყავით მიწვეული ამერიკის ხმაში ცნობილი ჯაზური კომენტატორის ვილის კანოვერის მიერ და მე ახლა მინდა ვისარგებლო შემთხვევით რა კარგია რომ ეს მკითხეთ ბატონი ჟენია მაჭავარიანი ეს არაჩვეულებრივი მუსიკის მცოდნე გახდათ ცნობილი ქართველი მუსიკის მცოდნის მის სათავეებთან მდგომი მუსიკის მცოდნის ბატონ პავლე ხუჭუას პირველი სტუდენტი და მე აღმოჩნდი ბატონ პავლეს ბოლო სტუდენტი და შესრულდა 125 წელი ბატონ ლადო დონაძის და ბატონ პავლე ხუჭუას დაბადებიდან და აი ახლა სულ ცოტა ხანში კონსერვატორიაში აღინიშნება ამ ქართული სამუსიკო მცოდნეო მეცნიერების ფუძემდებელი ორი ადამიანის აი ეს იუბილე და მე ძალიან მიხარია რომ ჩვენ ამას დღეს ავღნიშნავთ. აუცილებლად ავღნიშნავთ ეხლა იმ თემას დავუბრუნდეთ. და მაშინ უფრო კარგად გავაგებინოთ ჩვენს მაყურებელს, უფრო ნათელი რა იყოს. რა თემა აი ეს ორი ფაქტი, აი სრულად რო გვითხრათ. ეს ორი ფაქტი იყო ასეთი ჩვენ ამერიკის ხმაში ვიმუშავეთ კანოვერთან ერთად მის რედაქციაში ორი კვირის მანძილზე, ნუ საოცარი ბიბლიოთეკა ვნახეთ, საოცარი ორი კვირა იქ იყავით. ორი კვირა ვიყავით იქ. საოცარი არქივი ვნახეთ, სხვა ჩვენს მე მას ვკითხე ვინმე არის, მე ვთხარი ჯაზის სამყაროში ვინც თქვენ ინტერვიუზე უარი გითხრათო და კიო მითხრა ვინ თქონდა აი მაიმუნი მაილს დევისი აი მაგალითად პირველად ეს კაცი იყო 50 წლის მანძილზე მთელ მსოფლიოში თავისუფლების ხმის რადიოსი ჯაზის ასე ვთქვათ პროპაგანდისტი და მისგან გაიგო მთელმა მსოფლიომ ამერიკული ჯაზის რაობა ხო აი მაიმუნმა იმანო მაილსმა პირველად მითხრა განული შეეძლო მაგის მე არა ხო და აი ამ ადამიანთან აი ეს ორკვირიანი ურთიერთობა იყო რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო მე და ბატონ ჟენიას მოხსენებაც ჰქონდა ორი მოხსენება ჰქონდა პრესკონფერენცია ჰქონდა ქართულ მუსიკაზე რა თქმა უნდა ერთადერთი ქართველი ვისაც იცნობდა ვილის კანოვერი და ვისი ფირფიტაც იქ უკვე ჰქონდა მაშინ აღმოჩნდა ჩვენი სიამაყით უნდა ვთქვა ჩვენი თათუზა ყურაშვილი აი თათუზა მის გარდა მას არაფერი არ ჰქონდა ქართულ ჯაზზე და ზოგადად საქართველოზე გაგონილი რაც შეეხება შემოთავაზებას რომ მე მემუშავა ეს შემოთავაზება განაპირობა ისევ და ისევ ჩვენი განათლების სისტემა იმიტომ რომ მე კონსერვატორია მაქვს დამთავრებული მოგეხსენებათ და ეს მკითხა მეთქე კი ბატონო ნუ კონსერვატორიაში არის სწავლებოდა არც ჯაზი არც პოპულარული მუსიკა მაშინ კი ბატონო და მე რატომღაც მკითხე მაშინ მადონა ამოფრწყინდა და პარალელურად ჯექსონიც ამოფრწყინდა და მკითხე რომ თქვენ რომელი გირჩევნი რომელი უფრო მოგწონთ თქო ეგენი ვინ არის ანუ მას ქონდა თავისი სფერო მხოლოდ და თქვენ რატომ იცითო ესო და ნუ და ეს ჯაზიც რატომ ნუ ვიცი მე უთხარი რა ვკნე ხა ვიცი და ძალიან გაუკვირდა მაგრამ ამან აღაფრთოვანა რა თქმა უნდა რომ ყველაფერში ერკვევა ადამიანი საიდანაც საქართველოსდან ჩამოსული ვიღაცა მაია ხო ამიტომ იყო ეს შემოთავაზება მეორე შემოთავაზება იყო უკვე მოგვიანებით როცა 33 წლის ასაკში როცა პავაროტის აღმოსავლეთ ევროპის სააგენტოდან იყო შემოთავაზება გერმანიაში რომ მემუშავა ნუ მაშინაც არ წავედი აი რატო აი ამის თქმა მინდა ხო შეეძლო მაია და თუნაშულს საერთაშორისო ასპარეზზე სადაც დაფუძნებული იქნება და იქიდან უფრო დიდი საქმეები ეკეთება პირველად არ წავედი ნამდვილად არ დავთანხმდი იმიტომ რომ 91 წელს საქართველოში რა ხდებოდა თქვენ კარგად გახსოვთ ხო და აი მაგის აი ვერაფრით ვერ დავტოვებდი თუნდაც რამდენიმე თვით თუნდაც ერთი წლით ანუ ჯერ წადი და მერე წამოგიყვანეს თემაც ხომ არსებობს კი ბატონო გამორიცხული იყო დამეტოვებინა ჩემი ოჯახი დამეტოვებინა ჩემი ქალაქი თუგნებად და ჩემი ქვეყანა არ ჩამეთვალოთ პათეტიკაში და რაღაც დემაგოგიაში ეს ასე იყო მეორედ მართალი რომ გითხრათ იმდენად დალაგებული იყო სიტუაცია თითქმის ასე თუ ისე მაგრამ მე იმდენად კარგად გრძნობდი თავს ყოველთვის ჩემს ქვეყანაში იმდენად ბევრი სითბო სიყვარული წარმატება მაქვს დაკავშირებული ამ ქვეყანასთან რომ
არც დამწყვეტია გული ამ შემოთავაზების უარყოფას. ქალბატონო მაი, აი იმდენი კითხვა მიტრიალებს, რომლიც დავიწყო, არ ვიცი და რა კითხოთ არ ვიცი. ჯერ საინტერესო არის აი თქვენ გაქვთ არაჩვეულებრივი იმპროვიზაციის უნარი. საოცარი საუბარი, რომელიც ახსენე და შინაარსიანი საუბარი, იუმორი, დახვეწილი იუმორი, რაც აი იუმორს ეთერში არ ხო, ერთხელ ვიხუმრე და თავბედი ვიცი. დახვეწილი ხო და აი ძალიან როგორ ჩამოვაყალიბო, ძალიან სასიამოვნოა თქვენთან საუბარი. და ასევე რომელმა ინტერვიუ მიქონია თქვენთვის აი რაღაცნაირად ისეთი მნიშვნელოვანი ზეგავლენა აი რომელიც რაღაცნაირად სულ ან თურმე შეცვალა ან დადებითად ან უარყოფითად მე სულ ვამბობ ამას და ახლა ხმამაღლა შემიძლია ვთქვა ერთ-ერთი პირველი ადამიანი მუსიკოსი რომელმაც მე მართლა გამაოცა თავისი აზროვნებით კი არ გამაოცა თავისი შეხედულებებით იმ მუსიკაზე რომელსაც ის ასრულებდა და ზოგადად მუსიკაზე გახდათ ჩვენი განუმეორებელი ლექსო თორაძე რომლის ინტერვიუ დღემდე ჩემთვის არის აი როგორ გითხრათ კლასიკაა პრაქტიკულად იმიტომ ეს საინტერესო ისი ადამიანი რომელიც ისედაც ძალიან საინტერესო იყო მაგრამ აი ინტერვიუს დროს გაიხსნა აბსოლუტურად სხვანაირად და ესეც საოცარი ამბები და საოცარი თეზისები ასე ვთქვათ წარმოადგინა ამ ინტერვიუს დროს რომელიც მე არასდროს დამავიწყდება ზოგადად რაც შეეხება იმპროვიზაციულობას აი უნდა ვთქვა ახლა ჩვენ ყველანი ეთერში ვართ ახლა და ის მიუხედავად რომ თქვენ ჟურნალისტის პროფესია არ გაქვთ ეს თავისთავად გამოცდილება ხო მე ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება ინტერვიუ გააკეთოს ჟურნალისტმა კი რამდენიმე კითხვა წინასწარ მომზადებული უნდა გქონდეს მაგრამ შენ თუ იმ წუთში ვერ ხვდები საით უნდა წახვიდე ვერ უყურებ თვალებში შენს რესპონდენტს ვერ გრძნობ მის ემოციას ვერ გრძნობ ტემპორით მოწყინდა არ მოწყინდა საით აბან ეტაპს საით მიდის ფიქრობს ახლა ფსიქოლოგიც უნდა იყოს პატარა ფსიქოლოგი უნდა იყოს სხვათა შორის არა მხოლოდ ინტერვიუს დროს ასეთივე ფსიქოლოგი უნდა იყოს სცენაზე დიდ სცენაზე ბევრი ხალხის წინაშე როცა მიყავს კონცერტი ეს უკვე როცა შეთანხმებულია მაგრამ აი როგორ ხდებოდა აი ის პროცესი ეხლა მართლა როგორ დაპატარა იმ პერიოდში როგორ ხდებოდა ძალიან მარტივად შეთანხმება იგივე აი ესეთ აი რა ვქნა ძალიან მარტივად გამოდიოდა მე ამისთვის ყოველთვის ვამბობ რომ მე პროფესიაში ჩემს საქმეში პრობლემა არასდროს მქონია არ ყოფილა არავის სხვა ჩვენს ვისაც უარი უთქვას კამერისგან განსხვავებით არ ვიცი ეს ეთქობა ღმერთიც მეხმარებოდა ამაში ანუ დაკავშირება როგორ ხდებოდა დაკავშირება მარტივად ხდებოდა იმიტომ რომ მე ვიცი კარგი ინგლისური მე ვიყავ ერთ-ერთი პირველი ჟურნალისტი ზოგადად სატელევიზიო სივრცეში რომელსაც ინგლისურ ენაზე მიყავდა ინტერვიუები და არ მქონია ამის პრობლემა მართალი გითხრათ არასდროს ძალიან საინტერესოა აი ღმერთს მეუბნები ამისთვის მადლობას უფრო მეცაც გეტყვით სულ დაუგეგმავად უცხოეთში ყოფნისას შემხედრე გვერდზე მომჯდომი ან ჩემს გვერდზე მდგარა ისეთი ვარსკვლავი რომელზეც წარმოდგენაც არ მქონდა რომ შევხვდებოდი ვინ იყო ესეთი ნუ ერთი იყო კევინ კოსნერი რომელიც მარკეტში ჩემს წინ იყიდა სიგარეტი და გავიდა და თან დროდის იცით ეს ჰიუსტონის და კოსნერის ბუმი რო იყო მე ვერ ვიცანი იმიტომ რომ ხუდი ეხურა და ვერ მივხვდი რომ კოსნერი და მეორე იყო ავტომრბოლელი ნიკი ლაუდა რომელიც ვენაში ჯაზ კლუბში Take 5-ზე გვერდზე მომიჯდა იმიტომ რომ სხვა ადგილი არ იყო თავის მეგობრებთან ერთად და შევხედე და ნუ გვერდზე ნიკი მაია ვიცი ვაი პატრია მუსიკალურ ჩვენ დავხოცეთ ერთმანეთს ხო ხედავთ მიმართებაში უნდა ვისაუბროთ აუცილებლად ვისაუბროთ და როგორ განვიდა რამ განაპირობა თქვენი მუსიკალური მიმართულებით წასვლა როგორც ინფორმაცია მაქვს რომ ძალიან უნდა ოჯახს სამედიცინო განათლება მიგიღოთ თუ არ მეშლება კი ასე იყო და ჩუმჩუმად რაღაცეებს აკეთებთ ხო ჩუმჩუმად ხამით ხო მაშინ ასე იყო ეს ოჯახსაც უნდა ზოგადად ტენდენცია იყო რომ თუ სკოლას ამთავრებდი
ხუთებზე უნდა გამختარიყავი ექიმი. და სხვათა შორის კიდევ კარგი რომ ასე იყო, რომ დღესდღეობით იმ თაობის ექიმებზე დგას მე მგონი ძალიან წილი ჩვენი სამედიცინო სფეროში. მაგრამ აი ისე აი მოაქვს სიტყვას ეთყობა ესეც არ არის შევტყვი ისე ბატონ პავლე ხუჭვას დამსახურება იმიტომ რომ მე ის ნახე ტელევიზორში მას მიყავდა მუსიკალური გადაცემები ტელევიზიით და ნახე და ეს რომელი წელია ბოდიში გეტყვით მე 61 წელს დავიბადე და სკოლა დავამთავრე 16 წლის ნუ 76 წელს 76 წელს და მაშინ აი ეს ჯაზი ჯაზი არ მიყავდა ბატონ პავლე კლასიკაზე საუბრობდა მხოლოდ მაგრამ საუბრობდა ისე რომ ვიდრე ამ მუსიკას მოსმენდი შენ უკვე იცოდი რა დაგემართებოდა მუსიკის მოსმენის შემდეგ აი მაშინ ვიფიქრე რომ როგორ შეიძლება ასე ისაუბრო მუსიკაზე ასე საინტერესოდ და აი კონკრეტულად ამ პროფესიაზე მომინდა წასვლა და არა ვთქვათ მე პიანისტი ვიყავი სკოლის სამუსიკო სკოლაში. მშობლებმაც მიიღეს. სხვა გზა აღარ ქონდა, თუმცა როცა გაიგეს უკვე გვიანი. ღამის манипуляციები ქონდა ხო? ღამე მეცადინეობდი ჩუმად მუსიკის ისტორიაში, რაღაც მუსიკალურ საგნებში. და ნუ მე ბოლოს გაიგეს უკვე 2-3 თვე იყო დარჩენილი მისაღებ გამოცდებამდე და აკრძალული ლიტერატურასაც აკრძალული ლიტერატურა მაშინ არ იყო ხო მაგრამ სადღაცა მოიპოვებოდა არა სადღა მქონდა მაგის დრო აღარ მქონდა სკოლის საგნები სამედიცინო საგნები და მუსიკალური ლიტერატურა ქალბატონი მაი არის არ მინდა დამავიწყდეს და გამოგჩეს ადამიანი რომელმაც უამრავ ადამიანს გაუხსნა გზა წარმატებისკენ და თანამედროვე შემსრულებლებთან, თანამედროვე მუსიკასთან დაკავშირებით რა სიტყვით ქალბატონი, მე მინდა რომ მოვასწროთ რაღაცა კი ბატონო მოვასწროთ. ნუ იცით რა თუ გავითვალისწინებთ რომ მაშინ ეთერში იჯდა წლების მანძილზე ადამიანი პროფესიით მუსიკის მცოდნე, რომელსაც ჰქონდა ეთერი, მუდმივი ჰქონდა საავტორო გადაცემა და აი ეს იყო საშუალება იმისი, რომ ყველა ახალი ნამუშევარი თუ გნებავთ წარმატებული მუსიკოსის, ან დამწყები ახალგაზრდა მუსიკოსის, რომელსაც პოტენციურად ჰქონდა უკვე ატყობდი ნიჭი იმის, რომ გახდებოდა შემდეგ კარგი მუსიკოსი, ეს გაგეშუქებინა, გამოგეტანა სააშკარაზე, შეგეწყო ამისთვის ხელი, ამას გნებავთ პროდიუსინგი დაარქვით, ახლა გნებავთ მენეჯმენტი დაარქვით, რაც გნებავთ ახლა ის ქვია, მაშინ ამას ერქვა. ის რასაც მე ვაკეთებდი წლების მანძილზე და მე ძალიან მიხარია რომ ძალიან ბევრი ადამიანი რომელიც დღეს მყარად დგას სცენაზე კლასიკურ მუსიკაში, საოპერო ხელოვნებაში, ჯაზში, პოპულარულ ჩვენს ასე ვთქვათ სასიმღერო ხელოვნებაში არის ჩემი ხელდასმული და ძალიან მიხარია ეს. და აი არ შემიძლია ახლა ჩვენი დრო იწურება და ეს ბოლო კითხვა არ დაგისვა. მაია არსებობს მუსიკაში რამე ჟანრი, რომელსაც საერთოდ აკრძალავდა მაია დათუნაშვილი. ან გემოვნებაზე დაობენ თუ არ დაობენ? არა, აუცილებლად დაობენ, აუცილებლად. არის რამე. რა ჟანრია ეს რომელსაც რა არ არის ერთი სამწუხაროდ. სულ მიკვირს, როგორ შეიძლება ქართულს მოსწონდეს აი ეს, რასაც უსმენენ არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფს, რასაც უსმენენ მაგალითად საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საქალაქო შორისო ტრანსპორტში, ზოგჯერ ტაქსში, ზოგჯერ ისე უბრალოდ. აი ეს როგორ მოხდა, მე კი ვიცი როგორ მოხდა და რატომ მოხდა, მაგრამ ამის დრო ახლა არ არის. ამაზე არ გვეყოფა სამი გადაცემა. თქვენც რო დამეთანხმებით ესეც ვიცი. უამრავი მაყურებელიც რომ გვეთანხმება, ახლა ამაშიც დაარწმუნ. აი ეს როგორ მოხდა მე არ. მაგრამ ხდება ფაქტია. კატასტროფა. აგრძალავდი კი არა, დავაწესებდით ჯარიმებს და კიდე ერთი აკრძალვა მექნებოდა იმ საოცარი გემოვნების თვალსაზრისით შარლატანების მიმართ, ვინც თავისი უგემოვნო საქმიანობით აფუჭებს მომავალ თაობას და აქვს რაღაცა სტუდია, სადაც ასწავლის ბავშვებს კატასტროფულ ამბებს. ამ თემაზე მაია კიდევ უნდა მოვიწვიოთ და გადაცემას დაგითმობ და გემოვნებაზე დაობენ. დაგელოდებით. ძალიან ვისიამოვნებო. ძალიან დიდი მადლობა. მარად თქვენი გულშემატკივარი. მაგრამ სამწუხარო რეალობა ის არის, რომ აი მართლა 24 საათი არ გეყოფა ამ ადამიანთან ერთად სასაუბროთ და რა ვიცი, გვიყვარხართ, კიდევ მოხვალთ ჩვენთან ამაზე პირობა, იმიტომ რომ ოჯახზე არ გვისაუბრია, იმ მարգალიძე არ გვისაუბრია, რომელიც მომკაცები არიან და ეხლა რეკლამაზე გავდივართ, მერე დაგიბრუნდებით აუცილებლად. დროებით